ხუთივე ორგანიზატორს ასე ვთქვათ, ვიცნობ კარგად და მათ პერსონალურ პატრიოტიზმში იქვის ნამდვილად არჩევიდან ადამიანები მოვიდნენ კი მრავლად მოვიდნენ თავის პროტესტის გამოსაღებად, მაგრამ ისინი არ იყვნენ ჩართული პროცესში ორგანულად და შესაბამისად იყვნენ განწყობილი და თუ რაღაცას ეს ორგანიზატორები თავისით გააკეთებენ, გებატონო ხარ დაუჭერდნენ და მეტი არაფერი ესე არ გამოდის, მithom როცა ეს აპირებ გაკეთებას ალბათობა იმისი არის მაგალითად რომ რეჟიმი შეიგიწევს მოღწევებს ყველაფერზე რა თქმა უნდა თან დამოკიდებულება ესე რაღაც ერთ პირობაზე რომელიც თუ არ შესრულდა მთელ კონსტრუქციას ინკრევს ეგ თავიდანვე ნიშნავს რომ ანტიპირული ხარ მარცხისთვის უკვე 10 დღე გავიდა ხო ალბათ საკმარისია იმისათვის რომ რაღაც შემდეგ ეტაპებზე გადავიდე ეს თავი ბრძოლა რა თქმა უნდა აქ გამოჩნდა ყველაზე კარგად რომ არის რუსთაველი და პროტესტი რომელიც რა თქმა უნდა დაზიანდა მაგრამ საბედნიეროდ არ დაზიანდა გამოუსწორებლად ძალიან სწრაფად შეძლეს პირველი დარტყმის მოგერიება და ძალების აღდგენა და ეხლა დგება სწორ კალაპოტში მაგრამ ვინაიდან სიცხადე შევიჭრება ეს არის მთავარი ბრძოლა აქ აქ არის კონცენტრირება საჭირო ამ 100,000 ადამიანში ძალიან ნათლად დაადასტურა საზოგადოების არჩევანი და სუსტი ახმა რომ ის რასაც ეძახდნენ კოცები და სამხაროდ ოპოზიციის ნაწილი არჩევნებს არ იყო არჩევნები იყო მხოლოდ ფარსი და აქენ გამომდინარე ოპოზიციის იმ ნაწილის ტონეობა რომელმაც მიიღო ეს არ იყო უბრალოდ შეცდომა ძალიან მძიმე შეცდომა იყო რაღაც დანაშაულის ზღვარზე ჩემი აზრით ის 100,000 კაცი კოცებმა დაინახეს ძალიან კარგად ისინი ახლა ესეთ რაღაცებს გრძნობენ ყავით ასე რომ ვთქვა და მიხვდნენ რომ ეს რუსთაველის პროტესტი არ არის განხენებული ამ 100,000-ისგან იმის ნაწილია ასე ვთქვათ არის ამ 100,000-ის დელეგატების რაღაც პერმანენტული თავშეყრა შესაბამისად ვთქვათ ის სამოქმედო ბრძოლა ჰქონდა ძალიან სწრაფად ჩამოეშალა ხო ივანიშვილმა დაუბარა მათი მარჩევნების საღამოს რომ არ დაუკავშირებია სხვა შესაძლოა ატომელის ამბებთან ზოგადად რაც ჰქონდა დაგეგმილი თქვა რომ აი ხა 80% ვართ უკვე ყველა დავიწერეთ და 80%-ს 150-200 კაცი მას პროტესტს ვეღარ დაუპირისპირებს და დავალება მიწერა რომ ეს ეხლა უნდა დამთავრდეს ეხლა 4-ის ატომელის მერე ახმელიაზე დინარაძემ ჩათვალა რომ მარტივად გადააბამთ ამ პროცესებს ერთმანეთზე და აიმუქრა რომ აი ხვალ ვინც მიხვალ გადაგაბამთ იმ ატომელზე და დაგიჭერთ ამას საერთოდ არ იმუშავა პირიქით რეაქცია მიიღო ჩახსნა ეს პოლიცია და სამოქალაქო დაპირისპირებასთან და ეს არ გამოვიდა საბოლოოდ მოკლედ ისინი დაალაგდნენ რომ აი ბოლო ფორმულირება რაც იყო გობახიძის რომ ნუ კი 500 არის მაგრამ ანუ ვერაფერს ვერ უშვები მაგრამ 500 კაცი პროტესტი არ არის რა არჩევნებში თუმცა ეგრევე მოაყოლეს ეს პაკეტი ახალი რეპრესიებისთვის ისიც ეშინია რასაც ელოდება ორივე მხარე ერთი როგორც საფრთხეს მეორე როგორც საშუალს აი მაედნის ორგანიზებას კიევის მაიდანიც რა იყო ხოთეს პარovat აღებული შენობები და პროტესტი იყო უზარმაზარი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში ტერიტორია რომ გაიგო თავისუფლების მებრძოლებმა და გაამაგრა და დაიწვა იმედენი ხანი ზუსტად სანამ რეჟიმი არ გატყდა ამიტომ ჩვენ ეს ტერიტორიაც გვაქვს ეს პროცესიც გვაქვს და მიზანიც გვაქვს ხო ანუ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დავიცვათ იქამდე სანამ რეჟიმი არ გატყდა და აი მილებით არის ხა ყველაფერი გასაკეთებელი კარგი იყო ჩემი აზრით ეს თქვა საზმაოს მარში დიდია რომ გამრავალფეროვნდეს გადაეწყოს ინფორმაციური გახდეს ეს მოძრაობა მნიშვნელოვანი ძალიან იქნება უცხოელებთან მუშაობა იმ მხრივ რომ ყველა მათ განცხადებაში ფიგურირებს რომ ისინი წვეთენ დახმარებას ამ მთავრობის და მიმართავენ ამ დახმარებას ამ ხალხის მიმართ მაგრამ ჯერჯერობით სიტყვებია და ალბათ ძალიან ინტენსიურად უნდა აეხსნათ რომ ეს არ არის გასაკეთებელი გუშინ არის გასაკეთებელი და ის შეიძლება სწორედ ამას გასაძლიერებლად